კომპანია Iber Companies, ჰოლდინგი Iber Companies განვითარების და ტრანსფორმაციის ისტორიაზე გიყვებით გადაცემის ამ ბლოგში კომპანიაზე, რომლის შემოქმედებსაც, დამფუძნებლებს ძალიან ვაფასებ და გულშემატკივრობ ალბათ 3 წელიწადზე მეტია და ბოლო წლებში ამ გუნდის პორტფელი კიდევ უფრო გაზრდილი და რაც თავარია დივერსიფიცირებულია. საინვესტიციო და საოპერაციო მიმართულებებში გაჩნდა სოფლის მეურნეობა, დეველოპმენტი, ღვინის წარმოება, დისტრიბუცია, ჰოლდინგ Iber Companies განვითარების და ტრანსფორმაციის ისტორიაზე სტუდიაში რამდენიმე დღის წინ სასაუბროთ მისი აღმასრულებელი დირექტორი ლევან დიასამიძე ვსტუმრობდა, საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა უძრავი ქონებით მიმართულების სიახლეებზე, რომელიც Iber Company ჰოლდინგში შემავალი ფიგურები დეველოპმენტის გონიოში $25 მილიონ აპარტოტელის მშენებლობას და აწუკვე სერტიფიცირებული სამშენებლო კომპანიის გეგმებსაც მოიცავს. ამას თათია ჩაფიჩაძე და გუგა კობახიძე უძრავი ქონების პროსპექტში დაფარავენ. საქმიანი დილას ამ ეპიზოდში კი სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სექტორში მათ ინვესტიციებს და ბიზნეს მიმართულებებს მიმოვიხილოთ. ლევან, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ყოველთვის მიხარია თქვენი მოსმენძლობა. ასევე მადლობა თქვენ და იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში რომ ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივა და რაღაც პოზიტიურ სტიმულს მივცემთ ინფორმაციის გაზიარებით ქართულ ბიზნეს სოციუმს. მე დარწმუნებული ვარ ამაში და სხვათა შორის მინდა დავემოწმო ჩვენი რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ, როცა ერთ-ერთ პირველს მე მგონი მერგო პატივი, როცა თქვენ გაანდეთ ბიზნეს საზოგადოებას ჰოლდინგის ფორმატში Iber Companies ოპერირების გაგრძელების შესახებ. სწორედ იმ პერიოდიდან და იმ წლებიდან მოყოლებული, ამით მინდა გავხსნა ჩვენი საუბარი. რეალურად როგორ ჩამოყალიბდა, არის თუ არა ეს კლასიკური გაგებით ჰოლდინგი, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, მათ შორის საბანკოსი, რაც ახლა არსებობს, რა მიმართულებებს აერთიანებს დღეს, რა მოაკლდა, რა დაემატა? რამდენიმე წლის წინ ვისაუბრეთ ჩვენ და მაშინ მიიღო ესე ვთქვათ ჰოლდინგის ფორმატი ორგანიზაციამ. საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი იყო. რაც შეეხება ერთ მიმართულებას, რომელიც მაშინ საუბრობდით, ეს იყო ბენზინგასამართსადგურების ქსელი, პატარა ქსელი, ეს ოპტიმა იყო, რომლიდანაც გამოვედით და ჩავთვალეთ, რომ არ არის სტრატეგიული და საიჯარო მიმართულებაზე გავუშვით ის ბენზინგასამართსადგურები. ანუ ეს არ არის გასხვისება, ეს ქირა არის, რომელზედაც გადავერთეთ. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით 3 ძირითადი მიმართულება გამოიყო. დეველოპმენტი, უძრავი ქონების მიმართულება აქ შედის როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა. კიდევ რასაც გავიხსენებ, ლევან, ჩვენი პირველი ინტერვიუდან ძალიან რთულ პერიოდს უთხოვდა ეს ყველაფერი. ეს არის პერიოდი, როცა ერთის მხრივ ყალიბდება Iber Companies ჰოლდინგი და მეორეს მხრივ თამდევი არის პანდემია, შიდა და გარე უზარმაზარი გაურკვევლობები, რაც ამასთან ამ ყველაფრის თამდევი იყო. გლობალური სირთულეები შეგვიძლია თუ არა ერთმნიშვნელოვნად თქვათ თქვენს სამხსენებელ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომ მათ განსაკუთრებული სიმდგრადე და განვითარების პოტენციალი დაგანახეს თქვენ და თქვენს გუნდს. კრიზისები ჩამოვთვალეთ პრინციპში რა ამ შემთხვევაში და ძალიან რთული პერიოდები გვედგა არა მარტო ქართულ ბიზნეს ზოგადად მსოფლიოს. ამ შემთხვევაში ძალიან სწორად იმოქმედა, ესე ვთქვათ, და პოზიტიური იყო ჩვენთვის დივერსიფიცირებული პორტფელი, დივერსიფიცირებული შემოსავლები და ეს დივერსიფიკაცია იყო ძალიან ჰორიზონტალური და ნაკლებად დაკავშირებული ერთმანეთთან. როდესაც სიტყვაზე კომერციული უძრავი ქონების ნაწილი დაბლა მოდიოდა, მაგ დროს საწვავის მიმართულება ზემოთ მიდიოდა. ანუ ბალანსი მეტნაკლებად შენარჩუნებული იყო და ამით შევძელით, რა თქმა უნდა, სხვა ბევრი ნაბიჯებით ამ რისკების დაძლევა. თუმცა ყოველთვის ვამბობ, ქართველი ბიზნესმენი ისეთ გამოწვრთობილია ყოველ წელს ყველაზე მაღალი იმუნიტეტის მქონე. კრიზის მენეჯმენტებში ვართ, რომ სოფლის მეურნეობისკენ გადანაცვლებისას Iber Company ჰოლდინგისა სურს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდის ნაბერაულის აქტივობით დავიწყო. 2024 წლის შედეგები მაინტერესებს. რა შედეგები გვაქვს და გამოკვეთა თუ არა რაიმე ტიპის გეგმები 2025 წელს, მათ შორის იმ ფონზე, რომ სახელმწიფო იგივე სუბსიდირების წესის შეცვლასაც ფიქრობს და ბევრ სიახლეს აანონსებს. ესე იგი ნაბერაული
ორი მიმართულება გვაქვს სოფლის მეურნეობაში. ეს არის ღვინის მიმართულება და ეს არის ნუშები, რომელზედაც ვისაუბრებთ. ნაბერაული არის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება ქართველი კაცისთვის, ღვინის კეთება არის მთელი სიამოვნება. ამ შემთხვევაში ჩვენი ღვინო არის პრემიალური ღვინო და ტემპები განვითარების ტრენდი პოზიტიური გვაქვს, თუმცა ბევრი გვაქვს მისაღწევი კიდე და რომ არა ძლიერი ჰოლდინგი, ალბათ ბევრად მეტად გაგვიჭირდებოდა იმ მიზნების მიღწევა. აქაც ბალანს სისტემა. აქაც ბალანს სისტემა არის დღემდე სიმართლე გითხრათ ძალიან პოზიტიური ტრენდი გვაქვს, მაგრამ იბერკომპანი ჯგუფი უდგას, ესე ვთქვათ, ფინანსურად ყველა რესურსი გამწევი ძალა ჯერჯერობით იბერკომპანია. ასევე რა საითკენ წავედით ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში, რომ ახალგაზრდების სეგმენტი დღეს არ არის ათვისებული. და შევქმნით ახალი ბრენდი, ესე ვთქვათ, კისკისი, რომელიც ბევრად მარტივია, ბევრად ახალგაზრდულია და შევეცადეთ, რომ ნაბერაული თავის ადგილს იჭერს პრემიუმზე, ხოლო კისკისი უფრო ახალგაზრდულ სეგმენტს მოიცავს, ესე ვთქვათ, თავისი შეფუთვით, თავისი მარტივი, ესე ვთქვათ, გახსნის საშუალებით და ასე შემდეგ, რა. ასე რომ ძირითადად ეგ ამბავია, თორე ექსპორტზე დაახლოებით გიორგი გვიწევს $8-15 ფარგლებში გასვლა და ეს ქართული ღვინისთვის საკმაოდ რთული ამბავია. რაჭაში კიდე ყველაზე ძვირი, ესე ვთქვათ, ყურძენია და აქედან გამომდინარე კონკურენციაში ესე შესული ვარ და ვიბრძვით ყოველ დღე. ლევან, კისკისი ვადასტურებ, რომ შეიძლება არ ვიცოდი, მაგრამ ის რაც ნამდვილად ვიცი, რომ გუნდში მატება გაქვთ და ნახე ახალ მეღვინესთან დაკავშირებით ამბავი, ინფორმაცია, ზოგადად თვითონ რა ხდება ნაბერაულის გუნდში? გუნდში მატება გვაქვს, დაგვემატა დირექტორი მიმართულების ხელმძღვანელი ლევანი და ანა დოხნაძე, ძალიან კარგი გოგო, რომელიც მეღვინეა და ესეც გამორჩეულია, რომ ანა აკეთებს ღვინოს და უკვირთ ხოლმე რა, რაღაც წარმოდგენა აქვს, რომ სულ მამაკაცი უნდა აკეთებდეს ღვინოს და საოცარი ღვინო გამოვიდა, იცი, სინჯავს და შესაბამისად მომხმარებლებიც მაყოფილია, ძალიან ბევრ ოქროს უღებულობთ, ესე ვთქვათ და მე მაგითი ვარ მაყოფილი და დანარჩენი დრო გვაჩვენებს. კარგი, ახსენეთ კიდეც ნუშის ბაღები და იბერკომპანი ამ პროექტმა ლევან 4 წლის თავზე გარკვეული პირველი შედეგები მოიტანა. მე მაინტერესებს ციფრებში და რიცხვებში, რასთან გვაქვს საქმე და სად იყიდება პროდუქცია და ზოგადად ამ მიმართულების, რასაც ნუშის ბაღები ქვია, განვითარებას როგორ გეგმავთ? ესე იგი, ესეც მეორე საყვარელი პროექტია და რატო? დაახლოებით 1 საათში არის ოფისიდან, ეს არის წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 157 ჰექტარი გვაქვს გაშენებული. და არის დაახლოებით 90,000-მდე ნუშის ხე დარგული და აი ამ ხეივანში რომ გაივლი, ისეთი აურა ტრიალებს, რომ ბიზნესი ბიზნესად, მაგრამ აი დასვენებისთვის არის საოცარი რა. და რთული დღეები როცა მაქვს ხოლმე, 1 საათს გამოვნახავ, აუცილებლად ჩავდივარ ხოლმე. რაც შეეხება თვითონ ბიზნესს, საკმაოდ რთულია, ირგვლივ ბევრისგან გამიგია, რომ ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს აწყდებიან და ძირითადად გვისაუბრია ჩვენ ეს არის კომპეტენციის ნაწილი. და ჩვენი გადაწყვეტილება ადრეც მithქვავს, წავედით იმ გზით, რომ ესპანელი კონსულტანტები გვყავს ჩართული, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენ გვერდით არიან, დღემდე ჩართულები არიან და სამწუხაროდ ჩანაცვლება ვერ მოახერხეთ. ეს ძალიან ესეთ გულის ტკივილით შემიძლია ვთქვა და შედეგი გვაქვს ის, რომ პარამეტრები რაც დაგეგმილი იყო სტარტშივე, იმ პარამეტრებზე გავედით. რას გულისხმობს ეს, რომ 2024 წელი იყო საოპერაციოდ მომგებიანი წელი, პირველი წელი, რაც დაგეგმილი იყო. მოთხოვნა ნუშზე მივიღეთ 370 ტონამდე ნუში მივიღეთ, ესე ვთქვათ და ჯამში ვგეგმავთ 1000 ტონაზე ასვლას. დღეის მდგომარეობით ჩვენ დაუმტვრეველ ნუშს ვყიდით ფასი დაახლოებით $1 და 47 ცენტის ფარგლებში დაჯდა, ესე ვთქვათ, კილოგრამი.
და იმედი გვაქვს რომ ეს ფასი ნელ-ნელა კიდე გაიზრდება ყოველ შემთხვევაში ტრენდი და მოთხოვნა რასაც უყურებთ ძალიან პოზიტიურია. ასევე მნიშვნელოვანია ის რომ გრანტების მეშვეობით შეიქმნა გადამამუშავებელი საწარმოები და მოთხოვნა ამ გადამამუშავებელი ქართული საწარმოებისგან საკმაოდ მაღალია. მე გვერდს კიდევაც გაყიდვისთვის დღეს უკვე გთხოვენ რამოდენიმე საქართველოსშივე ოღონდ საექსპორტოდ. დღეს გთხოვენ დაკონტრაქტებას. აი დღეს 4 კომპანია არის მომავალი სეზონებისთვის. და ისიც მიხარია რომ ამ მხრივ ექსპორტის ნაწილში შეგვაქვს წვლილი და ნელ-ნელა ალბათ უფრო და უფრო გაიზრდება ეს წვლილი. ერთი არის რომ ჩავანაცვლოთ იმპორტი და მეორე არის რომ ექსპორტი გავზარდოთ და ვფიქრობ რომ ჩვენ აგურს ვდებთ და დავდებთ კიდეც რა. ერთი მიმართულება არ მინდა გამომჩეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამანაც ბარაქა უნდა დაწეროს თუ უკვე არ წერს ენერგეტიკაზეა. საუბარი მე არ ვიცი ბოლომდე და მინდა მაყურებელმაც იცოდეს ეს თქვენთვის პრიორიტეტულად საინვესტიციო მიმართულება არის ცალსახად დღეს რა არის მფლობელობაში თქვენი ჯგუფისა და პორტფელი როგორ გამოიყურება ამით დავიწყოთ და რა იმართება დიახ ენერგეტიკა როგორც თქვი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა როდესაც თავიდანვე ვაყალიბებდით ესეთ კარგ სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელეთ ამ სტრატეგიულ მიმართულებებზე და ენერგეტიკა დავტოვეთ და ვთქვით რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საქმეზე ღირს მუშაობ. დღეს მდგომარეობით 7 ჰიდრო პროექტი არის დამუშავების პროცესში, სხვადასხვა ფაზებში არის ეს პროექტები. ჯამში არის 130 მეგავატამდე, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ქვეყნის ენერგოსისტემაში საკმაოდ კარგი კონტრიბუციის შეტანა შეგვიძლია. ერთ-ერთი, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ, არის კასლეთი 1. ეს არის შედარებით მომცრო ჰესი, დაახლოებით 8 მეგავატი არის ჰესის მოცულობა და ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლოს საქართველოს ელექტროსისტემაში ჩაერთვება ეს ჰესი და უკვე გაიშვება. სამშენებლო სამუშაოები ფაქტიურად დასრულებულია, თავისი გენერატორით, ტურბინებით, ყველაფრით ეხლა მიმდინარეობს მონტაჟის პროცესი. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, აქ გვაქვს სოლარის მიმართულებებიც ასევე, რომელიც 70 მეგავატის ფარგლებშია დაახლოებით. ესე ძალიან საინტერესო თემა არის, ესე ვთქვათ, ჯგუფისთვის. ძირითადად თანამშრომლობთ პროექტირების ნაწილში. ბევრი რისკები აქვს ზოგადად ენერგეტიკას და ერთი არ შემიძლია არ გამოვყო და მადლობა არ უთხრა CFD-ის ნაწილისთვის, სადაც ესე ვთქვათ, ინვესტორებთან საუბარი გაგვიმარტივა სახელმწიფომ, თუმცა სირთულეებსაც ვიტყვი, რომ გვაქვს ბიუროკრატიის ნაწილი, რომელიც არ ვიცი, რაც შეიძლება მალე უნდა გადავლახოთ ეს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვკარგავთ თანხებს, იმიტომ რომ ვკარგავთ დროს უბრალოდ. გვაქვს გარკვეული სირთულეები მოსახლეობასთან ურთიერთობაში და ზოგადად ცოდნა ჰესების კუთხით ძალიან დაბალია და შესაბამისად სანდოობა ძალიან დაბალია და არესმით ესე ვიტყვი ნაკლებად ახსაქმელია მათთვის რომ პირიქით რეგულირება ხდება მოდინების და საფრთხეებს გამორიცხავს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ძირითადი ნაწილია, რასაც ვებრძვით. და რასაც ვფიქრობ, რომ ძალიან ესე ეტაპობრივად გადავლახავთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ 26-29 ფარგლებში კიდე ესე ეტაპებად შევა ჰესები ენერგეტიკა. ეს 7 პროექტი, ხო? ეს 7 პროექტი. ასევე ვფიქრობთ, რომ რაღაც მომენტში მივალთ და ჩემი სურვილია იქ მივიდეთ, რომ გარდა ინსტიტუციონალური ინვესტორებისა გვინდა გამოუშვათ ბონდები და შესაბამისად აუცილებლად დავფიქსირდებით და მოვიზიდავთ თანხებს ქართველი ინვესტორებისგან. ესე ვაჟღერებ სურვილია და მე კიდე ერთი გადაცემა მივუძღოთ და მე უკვე გავალთ ბოლოს. ესე დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ, როცა ჰოლდინგზე კიდევ რა გეგმებზია ლეონ საუბარი, რაც შეგიძლიათ გამოღოთ, რომ ჩვენ ცოტა რთული პერიოდით დავიწყეთ, პანდემია გავიხსენეთ, მაგრამ ისეთი დრო წამოგვეწია, განსაკუთრებით გლობალური დაწოლას გულისხმობ, რომ პანდემიაზე არანაკლები კი, აბსოლუტურად. გაურკვევლობა არათუ იკლებს, ხშირ შემთხვევაში მატულობს კიდეც და რა მოსატანია ისწლები, მაგრამ
კომპანია ვითარდება, ჰოლდინგი სტრუქტურულად ჩამოყალიბებულია და რა გეგმები გაქვთ თქვენ, როგორც აღმასრულებელ გუნდს და ჰოლდინგის მესვეურებს? ამ ეტაპზე, როდესაც უკვე ფორმა მიიღო ჰოლდინგმა, ვფიქრობთ, რომ უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ იმ მიმართულებებზე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და სიღრმეებში ჩასვლა ნიშნავს რას? მოკლედ, გვაქვს დეველოპმენტის მიმართულებით საინვესტიციო პროექტები, ასევე ბათუმში ვფიქრობთ, რომ ძალიან ამ შემთხვევაში კოლაბორაციით ძალიან მაგარ გუნდთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტს შევკრავთ, რომელიც იქნება გამორჩეული ლოკაცია დეველოპმენტზეა საუბარი და ეს დაახლოებით ორი ფაზა არის, ერთი ფაზა დაახლოებით 60 მილიონის ფარგლებში არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში, ივნისი-ივლისში დავსტარტავთ ამ ამბავს და ამის მონახას გიზიარებ ჯერჯერობით, მაგრამ სანამ დავსტარტავთ წინა დღით გავაკეთოთ ჩაწერა მე და შენ ესე იგი ექსკლუზიურად გავაჟღეროთ ეგ ამბავი. რაც შეეხება ჰესების მიმართულებით, კიდევ ავითარებთ რამოდენიმე პროექტს და მანდაც მოლოდინები გვაქვს, რომ დავიმატებთ სიმძლავრეებს თუ საინტერესო მიმართულებები გამოჩნდა. სოფლის მეურნეობას რაც შეეხება, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ ნუშების კუთხით ნუშის მოყვანას ვაწარმოებთ, მაგრამ გადამუშავების ნაწილზეც ვფიქრობთ და ალბათ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში მანდაც პირდაპირ საექსპორტო პროდუქტს შევქმნით ბაზრისთვის. იმედია ბაზარიც მოგცემს ამის საშუალებას. თვითონ იბერკომპანიის ფინანსურ ნაწილს რო შევხედოთ ჩვენ 2023-24-დან შედარებით დაახლოებით 40%-ით გავზარდეთ შემოსავალი და საკმაოდ ისეთი საამაყო მაჩვენებელია ესე ვთქვათ და ეხლა 25-ში ვგეგმავთ დაახლოებით 22%-იან ზრდას, რაც ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია. იმედია ყველაფერი კარგად იქნება გეოპოლიტიკაშიც, საქართველოშიც და ყველა მიმართულებით. წარმატებები, ბარაკა და ჯანმრთელობა. მადლობა ლევან დიასამიძეს საინტერესო სტუმრობისთვის და თავის კომპანიის შესახებ ესეთი დეტალური აღწერილობისთვის. მადლობა.